არ უნდა ვამართლებდეთ საკუთარ ვნებებს. თითოეულ კაცს დაბადებიდან აქვს გარკვეული მონაცემები, ცუდიც და კარგიც. და ადამიანმა უნდა იშრომოს, რათა ნაკლისგან გათავისუფლდეს. ხოლო ყოველივე კარგი, რაც მასში არსებობს, განავითაროს, რათა ღვთის ხატად იქცეს. ცუდი მონაცემები სულიერ სულქმნილებას წინ ვერ აღუდგება. იმიტომ რომ თუ კი კაცი თუნდაც სულ მცირედ, მაგრამ მოშურნეობითა და დიდი სურვილით იღწვის, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი სულიერ კანონთა მოქმედების სფეროში იმყოფება. სასწაულის სფეროში და მაშინ ყველა მისი მემკვიდრეობით მიღებულ ნაკლს ღვთის მადლი წარხოცავს. ღმერთს განსაკუთრებით უყვარს ისული და განსაკუთრებულად შეეცევა მას, ვისაც თუმცა დაბადებიდან არ დაჰყოლია კარგი მონაცემები, მაინც მოშურნეობით იღწვის სულიერ ცხოვრებაში და ისწრაფვის ცისაკენ. ცდილობს მიწას მოსწყდეს და ავი მემკვიდრეობისგან დასუსტებული ფრთები მიელტვის სიმაღლეს. მე მრავალ ასეთ ადამიანს ვიცნობ, ვინც გარკვეული ძალისხმევის შედეგად ღვთისგან უდიდესი შეწევნა მიიღო და გათავისუფლდა ამისგან, რაც ამძიმებდა. ღვთისათვის ეს ადამიანები ნამდვილი გმირები არიან. განარა მოსდრექს ჩვენსკენ ღმერთს. შრომა, რომელსაც დავსდებთ, რათა ძველი კაცი დავწლიოთ. ნათლისღებისას ადამიანი შეიმოს ქრისტეს. თავისუფლდება პირველთნილი ცოდვისგან. მასზე საღვთო მადლი გადმოდის, მაგრამ მემკვიდრეობით მიღებული ცუდი მონაცემები რჩება მასში. განაღმერთს არ შეუძლია, რომ წმინდა ნათლისღების მიერ წარხოცოს ისინიც. შეუძლია, მაგრამ ადამიანს უტოვებს მათ, რათა მან იღვაწოს, რათა გაიმარჯვოს და საბოლოოდ მოიპოვოს ძლევის გვირგვინიც. ხდება, რომ როდესაც ვინმე რამენერად ცოდვას მიეცემა, ამბობს, ასეთი გავჩნდიო. მას შეიძლება ისიც ითქვას, რომ ყველა ცოდვა მშობლებისგან მიიღე, რომ წინაპრების ყოველი ცოდვა გამჟღავნდა შენში. ხოლო ნიჭები და სათნოებები სხვაზე გადმოვიდა, იქნებ ღმერთსაც დავაბრალოთ. თუ კი ადამიანი გაიძახის, ასეთი ხასიათი მაქვს, ასეთი გავჩნდი, ცუდი მიტრეკილებებით ასეთ პირობებში გავიზარდე და ამიტომ გამოსწორება არ შემიძლიაო, ამით იგი თითქმის ამბობს, ამაში დამნაშავე მარტო დედაჩემი და მამაჩემი კი არა, ღმერთიც არისო. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ როდესაც რაიმე ნაკლი ადამიანს არსებაში აქვს ჩადებული, მისი გამოსწორება შეუძლებელია. მე ღმერთმა არანაირი მონაცემები არ მომცა. აბა რაში ვარ დამნაშავე? რა დითხოვენ ჩემგან იმას, რაც ჩემში არ არის, ჩემს ძალებს აღემატება. აი ესეც შენი ფანდი. ადამიანი თავს იმართლებს, იმშვიდებს სინდის და ცხოვრობს, როგორც მოეპრიანი